მოგესალმებით, მე გახლავთ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა, ჩვენი სტუმარია, ჩემი ახალგაზრდა კოლეგა, ექიმი, ქირურგი, ენდოსკოპისტი ირაკლი ჩარკვიანი. მოგესალმებით ირაკლი. მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში სკულებში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. იმისათვის, რომ ჩვენ კლინიკაში მოხდეთ ექიმთან ვიზიტზე, აუცილებელი არის წინასწარი ჩაწერა. ამისათვის კლინიკის ნომრებს შეგახსენებთ 590 16 34 50 50 593 30 22 23. ეს არის ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაპი. გადაცემა გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. მისი განმეორებითი ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს საათებში, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის PKTV-ის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo.gr PKTV-ის გვერდის live რეჟიმი. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ძალიან საინტერესო, იმდენად რამდენადაც ირაკლისთან შევარჩიეთ ყველაზე ზოგადი და ისეთი თემა საჭირბოროტო, ასე ვთქვათ, პაციენტების უმეტესობა, რომლებიც ჩვენ კლინიკაში ექიმთან ჩაწერის სურვილს გამოხატავენ, ძალიან ხშირად საჭიროებენ ენდოსკოპიურ კვლევას. ბატონო ირაკლი, და ამიტომაც პირველი კითხვა, რაც მოდის ხოლმე, ეს არის პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, რაც აინტერესებთ. მათ შორის მტკივნეულია თუ არა, ხანგრძლივობა როგორია, რამდენად საჭიროა და შეუძლიათ თუ არა ენდოსკოპიური კვლევის გარეშე ჩაიტარონ მკურნალობა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაღაცა წარსული გამოცდილება აქვთ ხოლმე ხშირად ცუდი, ან საზოგადოდ მიღებული აზრი არის, რომ პროცედურა საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ამიტომ გაურბიან ჩატარებას. და კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც ასე ვთქვათ, ენდოსკოპიას ნაკლებად წყალობენ, ეს არის ის მეთოდი, ის აზრი, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ გადაცემაში კარგად გაგვიშალა ანესთეზიოლოგმა, ეს არის ანესთეზიასთან დაკავშირებული საფრთხე, რომელიც ასევე ბევრ მათგანს, ანუ თან უნდათ რომ პროცედურა იყოს კომფორტული და უმტკივნეულო და თან გარკვეული სიფრთხილე თუ შიში აქვთ ანესთეზიის გამოყენების. მიუხედავად ამისა, მე ძალიან მინდა ირაკლი, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ ზოგადად ენდოსკოპიის გარშემო, მის ისტორია მიმოვიხილოთ მოკლედ, საჭიროება და მინდა ჩვენს პაციენტებს ვაჩვენოთ, რამდენად აუცილებელია იმისათვის, რომ გასტროენტეროლოგიური კვლევა სრულფასოვანი იყოს, ჩატარდეს ეს მეთოდი და ვიცი, რომ ჩვენ კლინიკაში პრაქტიკულად ყველა პაციენტი მადლიერი მიდის. მით უმეტეს ჟურნალი გვაქვს კლინიკაში, სადაც გვიწერენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მადლიერების ფრაზას და წეღან ვათვალიერებდი ძალიან ბევრი ისეთი დიდი სიმპათიის და სიყვარულის გამოხატველი წერილი გვაქვს უშუალოდ შენს მიმართ ირაკლი. მოდი ძალიან მოკლედ გავახსენოთ ჩვენ პაციენტებს და აუხსნათ რა არის ენდოსკოპია. დიახ, მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი ჩარკვიანი, კლინიკა ესკულაპის ექიმი ენდოსკოპისტი. რა თქმა უნდა, ჩვენ კლინიკაში, რადგანაც ჩვენი კლინიკა გასტროენტეროლოგიური კლინიკა არის, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ესაჭიროებათ გასტროსკოპიული კვლევები, კოლონოსკოპიური კვლევები, ბრონქოსკოპიული კვლევები, პლუს манипуляციები, რაც ამ ენდოსკოპიურ სამსახურს, ასე ვთქვათ, შეუძლია რომ ჩაატაროს თუნდაც პოლიპექტომიები, სხვადასხვა წარმონაქმნებიდან ბიოპსიების აღება და ასე შემდეგ. რაც შეეხება თავად აპარატს და მის ჩატარების სირთულეებს, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს ოლიმპოსის აპარატი, საკმაოდ ისეთი დრეკადი, ეს არის დრეკადი მილი, რომელსაც აქვს კამერა, ნატურა და ამ დრეკადი მილის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რომ დავათვალიეროთ როგორც ზედა სართულის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა სართული, ანუ საყლაპავი, კუჭი, 12 ნაწლავი, ასევე მსხვილი ნაწლავი კოლონოსკოპის საშუალებით. ეს ზემოთ აღნიშნული კვლევები, რა თქმა უნდა, საჭირო არის სხვადასხვა დიაგნოსტიკისთვის, რა თქმა უნდა, და პლუს ამას სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლადაც. რაც შეეხება დისკომფორტებს, რა თქმა უნდა, კვლევას, როდესაც პაციენტი არ იძინებს, ასე ვთქვათ, არის რაღაც დისკომფორტები, თუმცა ჩვენთან გასტროსკოპიული კვლევა ფაქტიურად 2 წუთი გრძელდება და ეს იმდენ დისკომფორტს მაინც არ უქმნის პაციენტს, არის მცირე ისეთი მსუბუქი გულისრევის შეგრძნება, თუმცა კვლევა 2 წუთიანი არის, მთავრდება უმტკივნეულოდ, რაც მთავარია, მტკივნეული არ არის საერთოდ პაციენტისთვის და ამ 2 წუთში ჩვენ ინფორმაციას გვაძლევს ეს კვლევა. თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, ეს არის
კუჭისწყლოვანი დაავადება, ეროზიები, არის ზედასართულის პოლიპები და შემდგომ იწყება უკვე პაციენტის სრულფასოვანი კვლევის შემდგომ მისი მკურნალობა, სწორი მიმართულებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება, უნდა გაიკეთოს თუ არა პაციენტმა ენდოსკოპიური გამოკვლევა, რა თქმა უნდა, ექიმი გასტროენტეროლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ პირდაპირ მიმართული დანიშნულება, თუნდაც რასთან გვაქვს საქმე, უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში. შეიძლება პაციენტი მკურნალობდეს სხვადასხვა მედიკამენტებით, თუმცა უშედეგოდ და სხვა დაავადებას მკურნალობდეს საერთოდ. ჩვენ ენდოსკოპიის საშუალებით გვაქვს იმის საშუალება, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, ზუსტად იმ წერტილში, სადაც საჭიროა თუნდაც იმ ბიოპსიის აღება, თუნდაც იმ რაიმე მანიპულაციის ჩატარება იმ წუთას. ამითი პაციენტს ასე ვთქვათ, დიაგნოსტიკასთან ერთად ჩვენ ვაძლევთ სრულფასოვან, ასე ვთქვათ, დანიშნულებას. რაც შეეხება კოლონოსკოპიას. კოლონოსკოპიის დროს შედარებით, რა თქმა უნდა, დისკომფორტები უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ამ კვლევის დროს ვბერავთ ნაწლავს, რომ დათვალიერდეს მისი ლორწოვანი, ნაწლავის ლორწოვანი სრულფასოვნად იქნეს დათვალიერებული და აი შებერვის დროს, რა თქმა უნდა, როგორც პაციენტს გაზების განტკივილი აქვს მუცელში, მსგავს ტკივილებს ვიწევთ ჩვენ ხელოვნურად. ამიტომ მიზანშეწონილი არის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ანესთეზიით გაკეთება. ანესთეზიას ჩვენ პაციენტები ეძახიან ანესთეზიას, თუმცა ეს არის ინტრავენური სედაცია. ჩვენ ყველაზე დამზოგველი ესეთი დამზოგველი ესეთი სითხე შეკვავს ჩვენ ვენაში, რომ იმის სწრაფად იშლება ის ორგანიზმში და როგორც კი ფაქტიურად როგორც კი კვლევა მთავრდება, პაციენტიც მაშინვე იღვიძებს ყველანაირი დისკომფორტის და ყველანაირი ესეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლადაც, ასე ვთქვათ, ბევრსერიდება კიდევაც, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მე ვიზახი, რომ კი ბატონო არის რა თქმა უნდა. არ არის რაღაცა, კი, ფსიქოლოგიური კომფორტიც არის, რა თქმა უნდა. ამიტომ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, ყველას ვეუბნები პაციენტს, რომ აი ზოგი მოდის, რომ აი მერიდება ის, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში მე ვამბობ ხოლმე, რომ მორიდება, ასე ვთქვათ, რა ვიცი, არ არის ხო რაღაცა ის. ჩვენ კვლევები, რაც ანუ ჩვენ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს გასტროსკოპია, კოლონოსკოპია არის საშუალება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის. შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე დაავადება თუნდაც აი პოლიპის შემთხვევაში მოხდეს სრულად მოცილება ენდოსკოპიის საშუალებით, გინდა ზედასართული და საჭმელსმომნელებელი ტრაქტის, გინდა ქვედასართული და ფაქტიურად ამ მანიპულაციის შემდეგ უკვე პაციენტი გამოჯანმრთელებული არის და ამიტომ ეს სამკურნალო პროცედურათაც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გასტროსკოპიული კვლევა, ასევე კოლონოსკოპიული კვლევა, ბრონქოსკოპიული და ასე შემდეგ, ეს ენდოსკოპიური კვლევები. რაც მთავარი არის კიდევ ჩვენს კლინიკაში სრული მომსახურება ხდება ამ გასტროენტეროლოგიური პრობლემების. ყავს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი გასტროენტეროლოგი, რომელიც პაციენტებს ჯერ ისეთ ასე ვთქვათ ლექციებსაც ჩაუტარებს, როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ცხოვრება, როგორ უნდა სწორი მიმართულება მისცენ იმ მკურნალობის პროცესსაც, თავის მთელი ცხოვრების, რომ მეორედ აღარ მოუწიოთ, ასე ვთქვათ, ისევ კლინიკებში სიარული, ისევ ეს ერთი და იგივე პრობლემები და ასე შემდეგ. ამ გადაცემისთვის რომ ემზადებოდი, გადავხედე ენდოსკოპიაზე ინფორმაციას ზოგადად ისტორიული ნაწილი, სხვადასხვა ძალიან საინტერესო საკითხი და ძალიან საინტერესო თემა და იქ იყო ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ერთ-ერთ მეცნიერს უთქვამს, რომ გასტროენტეროლოგია შეიძლება დაიყოსო ორ ნაწილადო, ენდოსკოპიამდე და ენდოსკოპიის შემდგომი ერა, იმიტომ რომ მას მერე რაც ჩავიხედეთ შიგნიდან შინაგან ორგანოებში და აღარ დაგვჭირდა რთული ოპერაციების გაკეთება, რადიკალურად შეიცვალა და გამარტივდა როგორც დიაგნოზის დასმა, ისე დაავადების მენეჯმენტი და მართლაც ასეა. მე ერთ-ორჯერ ვარ შემოპარული კაბინეტში კვლევის დროს, როდესაც რა თქმა უნდა პაციენტის ნებართვით და ძალიან საინტერესო და ისეთი
სურათი შეიძლება ნახო, მართლა შინაგანი სამყარო დათვალიერებული ენდოსკოპის საშუალებით და ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. აი პაციენტები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ხომ არ შეიძლება ამ მეთოდის სხვა მეთოდით ჩანაცვლება დაუშვათ და მე ვიცი რომ ენდოსკოპისტები ამტკიცებთ რომ ფაქტობრივად ოქროს სტანდარტია უმეტეს შემთხვევაში ხომ მართალია უმეტეს ვიზუალიზაციისთვის ყველაზე უნივერსალური მეთოდი. კი ბატონო, ვიზუალიზაციისთვის ერთი არსებობს კაფსულები, რომელსაც შეუძლია რაღაცა რადიოკაფსულა, რომელიც ხავარდება, თუმცა ის თანხებთანაც დაკავშირებული არის, პლუს თუმცა ისიც ვიზუალიზაციის მეთოდია. ვიზუალიზაციის, მაგრამ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ რაიმე თუნდაც საბიოფსიეთ ჩარევა მოვახდინოთ, ავიღოთ ბიოფსია კონკრეტული ადგილიდან, რომელიც ექიმს ასე ვთქვათ ეჭვიეპარება იმ ადგილის სიტყვაზე ან მანიპულაციას. ჩვენ შეგვიძლია მასალას ფოტო-ვიდეო გადაღება, ის მასალა შეიძლება შეინახო, ხო მართალია ტექნიკური საშუალება არის, რომ თუნდაც უცხოეთში წაღება, როცა ჭირდებათ პაციენტს ან შემდგომ სხვა ექიმის აზრის მეორე სამედიცინო აზრს რომ ეძახით მოსმენა. აქედან გამომდინარე მეთოდი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ამ მონაცემის შენახვაც გარკვეულწილად და ჩვენთან ხდება მოკლედ ეს დისკზე ჩაწერა, უშუალოდ თლიანი კვლევის და სოულისამებრ ზოგი არის გამოთქვამს ხოლმე სოულის რო სიტყვაზე მინდა საზღვარგარეთ თურქეთი ძალიან აქტუალური გახდა თურქეთში წავიღებ და ასე შემდეგ. აპარატი საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და საკმაოდ კარგი ვიზუალიზაციის დონე აქვს, ამიტომაც შესაბამისად მსოფლიო სტანდარტის აპარატით მუშაობს ირაკლი და შესაძლებელი არის ძველი ენდოსკოპისტები, სხვა ენდოსკოპის აპარატები იყო თავდაპირველად შედარებით ისეთი მსხვილი აპარატი იყო არა ეს პაციენტებს უჭირდათ გადაყლაპვა რაღაც დისკომფორტებთან იყო დაკავშირებული, თუმცა დაიხვეწა რა თქმა უნდა. და ექიმი საკმაოდ თბილი და ყურადღებიანი ხდება პაციენტებს და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ექიმზე როგორ მიუდგება პაციენტს და ამ შვიდოს უნდა და რაღაცა იმუშაოს პაციენტზე, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგათაც უნდა იყოს, როგორც არა მარტო ექიმად უნდა იყოს, არამედ ფსიქოლოგადაც. ირაკლი, ერთი საინტერესო დეტალი ახსენეთ, თუ შეიძლება სანამ შემდგომ იმაზე გადავალთ, ჩაგეკითხებით. იმ შემთხვევაში თუ მიდამო დაუშვა დათვალიერებისთვის ანატომიურ მიდამოში ნახეთ რაღაც საეჭვობანი და მოხდა აღება, ჩვენ კლინიკაში ხდება ამ მასალის გაგზავნა, აღება, ანუ აი როგორც ირაკლი თქვა, არა მარტო დიაგნოსტირება, ვიზუალიზაცია, არამედ ზოგ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად პოლიპექტომიის დროს ვიღაცისთვის განკურნებაც კი იყოს, ხო მართალია? და მასალად შესაბამისად შეიძლება გაიგზავნოს სათანადო კვლევისთვის. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის ჩვენთან ტარდება როგორც პოლიპექტომიები, ასევე იმ გარკვეული უბნიდან, საიდანაც საეჭვობანს ვეთქვით, ხო რაღაც კი ბატონო, სადაც არის რისკი იმისა, რომ ეს რაიმე წყლოვანი პროცესი ხო არ არის, რაიმე გადაგვარებული, ან თუნდაც ეს პოლიპი არის შეცვლილი იმ დონეზე, რომ საჭიროებს მეტ ასე ვთქვათ სიფრთხილეს, ჩვენ ვიღებთ ბიოფსიას, შეგვიძლია ყველა ანუ ზედა სართულიდანაც ავიღოთ, სხველი სართულიდანაც იღება ბიოფსიები და აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა სადიაგნოსტიკო, იმიტომ რომ როგორ უნდა წავიდეს უკვე კუნალობის პროცესი, უნდა მოხდეს ჩვენ შევძლებთ თუ არა ამას ენდოსკოპიურად თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა ენდოსკოპიურად ზედმეტი ჩარევის გარეშე ამის მოკვეთა სიტყვაზე ამ პოლიპი იქნება თუ რაიმე წარმონაქმნი ჯობს ვიდრე მოხდეს ქირურგის მიერ სიტყვაზე რადიკალურად ესე იგი ანუ აღნიშნული მეთოდით ჩვენ ვიცავთ პაციენტ შემდგომი ონკოლოგიური გართულებებისგან რა თქმა უნდა და ენდოსკოპი არის მეთოდი რომელიც რომელმაც ასე ვთქვათ ქირურგიაში პაციენტები შეამცირა თუნდაც წყლოვანი გართულებების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნაადრევი დიაგნოსტიკა ხდება იმ წყულის, შემდეგ კურნალობა და აღარ არის ეს რომ აი არც ისე ჩემი სტუდენტობის პერიოდშიც კი იყო. რა სულ რამოდენიმე ქირურგიული პაციენტები იყვნენ კუჭის წყლოვანი დაავადება ესე იყო. იმდენ კლინიკაშიც არ იყო იმის საშუალება, რომ ეს ენდოსკოპიური აპარატები ყველგან არ იყო, რომ ეწარმოებინათ ეს კვლევები, ამიტომ პაციენტმა ფაქტიურად არც იცოდა რა სჭირდა, ასე ვთქვათ, აწუხებდა მუდმივი გულის რევის შეგრძნება, ბოყინი, ტკივილი მუცელში და ერთ დღესაც
გასკდებოდა კუჭი და გახდებოდა სასწრაფო საოპერაციო. ოპერაციას რა თქმა უნდა სხვადასხვანაირი ოპერაციები ტარდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მეტად საზიანო პაციენტისთვის. კუჭი საკმაოდ ნაწილს რაღაცა კი ბატონო, სადღაც ბილროთებით. კი ბატონო, დიდი ფაქტიურად ინვალიდობაც შეიძლება დაერქვას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზომის ნაწილი იჭრება, იქ კუჭის იქნება თუ 12 გოჯანაწლავის და ფაქტიურად თუმცა დღესდღეობით საკმაოდ სერიოზული შემდგომ კიდე ამ ჩარევებსაც რა თქმა უნდა თავისი გართულებები მოყვება, შეიძლება შეხორცებული პროცესი დაიწყოს, ის მოკლედ ეს პაციენტები ყოველ შემთხვევაში შედარებით დაზოგილები არიან, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა პაციენტმა უნდა მოგმართოს თავის დროზე და არა ისეთ პერიოდში, რომ უკვე რთული არის მათთან. რამდენადაც ვიცით და ცნობილია, სახელმწიფო პროგრამაც კი მოქმედებს, აი მაგალითად მსხვილი ნაწლავის კოლონოსკოპიაზე, იმდენად აქტუალურია თემა და იმდენად მნიშვნელოვანი და მოგვიწოდებენ ხო მართალია, რომ ცხოვრებაში ერთხელ რაც განსაზღვრული ასაკზევით უკვე გაკეთდეს, იმიტომ რომ სერიოზული პრევენციაა ეს მეთოდი ონკოლოგიური დაავადებების, მით უმეტეს მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიების საკმაოდ. ადრე იყო მოკლედ რომ საჭიროა 40 წელს ზემოთ გაკონტროლება, თუმცა პროცესები რატომღაც უფრო გადმოიწია, აქეთ დაახლოებით მოდიან ხოლმე პაციენტები ზოგი 30 წლის, 35 წლის ასაკის ხალხი არიან, რომლებსაც სხვადასხვა ესეთი რთული დაავადებების გვინახავს. ამიტომ დროული მომართვიანობა, რა თქმა უნდა, თუნდაც დიაგნოსტიკის და შემდგომ მკურნალობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტისთვის, რომ დროულად მოხდეს იმ დაზიანებული კერის და პრაქტიკულად ავარიდებთ ონკოლოგიურ პრობლემებს. განკურნებულადაც ითვლება ხოლმე, როცა ის სიტყვაზე მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც არის პოლიპი, მოვკვეთეთ ეს პოლიპი, მაგრამ მწვერვალო უკვე არის გადაგვარებული, ასე ვთქვათ, მაგრამ უშუალოდ ეს დემარკაციის ხაზი, სადაც მოვკვეთეთ, იქ სუფთა ქსოვილი იყო, ასე ვთქვათ. ფაქტიურად გადარჩა, ასე ვთქვათ, პაციენტი ონკოლოგიურ გართულებას. ირაკლი, ერთი დეტალი კიდე რაც ძალიან ხშირად აინტერესებს ხოლმე პაციენტები Facebook გვერდზე, როცა გვაკონტაქტებიან Instagram-ზე, ხშირად წერენ ხოლმე, რამდენად რთულია წინა საპროცედურო მომზადება, ასე ვთქვათ, და შემდგომი პერიოდი. ჩვენ ვხსნით ხოლმე, რომ იმავე დღეს შეუძლიათ სახლში წასვლა და ეს, მაგრამ აი უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ დავუშვათ ეს რამდენად რთული მოსამზადებელი პერიოდია და შემდგომი პერიოდიც. როცა საქმე ეხება გასტროსკოპიულ კვლევას, უფრო იმდენად არ არის რთული, იმიტომ რომ პაციენტს ჩვენ ვეუბნებით, რომ წინა დღეს სადღაც საღამოს 7 საათიდან თუ კვლევა ტარდება დილით 10 საათზე, ასე ვთქვათ, სადღაც 12 საათი, შეიძლება 14 საათით ადრეთაც საკვები შეუზღუდოთ, ანუ აღარ მიიღოს საკვები, ვეუბნებით და წყალი მთელი ღამის განმავლობაში შეუძლია სვას. მაგრამ მეორე დილით ფაქტიურად უზმოთ მოდის პაციენტი და არც სასმელს წყალს აღარ ვიღებთ. რა თქმა უნდა, ყავაზე არ არის საუბარი. იყო ისეთი შემთხვევები, რომ რაღაცა ყავა დალეული პაციენტიც მოსულა და ჩათვალა რომ ყავა შეიძლება ნალექიანი ყავა, თან და ნალექიანი ყავით ისეთი ის იყო არც რა ვიცი, არც დამალა, იმიტომ რომ პაციენტს უნდა რაღაცა ოპერაციაზე ეჩქარებოდა, ასე ვთქვათ და ეს რაც შეეხება გასტროსკოპიას და კოლონოსკოპიის შემთხვევაში ჩვენ რეკომენდაციებს რა თქმა უნდა, მით უმეტეს ნალექიანი ყავა, რომელიც ფაქტიურად მოფენილი არის მთელი კუჭის ლორწოვანი და თან საკვები სადაც არ არის სასიესურველი, იმიტომ რომ შეიძლება ღებინების რეფლექსიც ალბათ ხომ მართალია რაცა გადაყლაპისთვის. თუმცა ჩვენ მაინც პოზას ისეც ვაძლევთ, რომ თუ ღებინების რეფლექსი დაიწყო ეს მეგონი უფრო ნდობის მომენტია პაციენტის მიმართ, რომ ვენდობით სიტყვაზე, რომ არ მიიღოს საკვები, ხო თუმცა. მაინც სრულყოფილი დათვალიერებისთვის, რა თქმა უნდა, ჯობია რომ კუჭი იყოს სრულად დაცული სითხითაც და რა თქმა უნდა საკვებიდანაც დაცული. ირაკლი, დათვალიერება იწყება საყლაპავიდან ალბათ. დათვალიერება იწყება საყლაპავიდან და ჩავდივართ 12 გოჯანაწლავის ფაქტიურად, დასწრებით ტოტამდე ჩავდივართ. არის უფრო ისეთი სახიფათო მიდამო? რომელიმე სახიფათო მიდამო სადაც უფრო ხშირად არის ხოლმე დაუშვათ რაღაც საფრთხეები არის ესეთი. რა თქმა უნდა, კუჭში, საყლაპავში უფრო მეტად არის. კი ბატონო, მცირე სიმრუდე კუჭის უფრო მეტად არის
საში ასე ვთქვათ, უფრო ყოფილა შემთხვევა, როდესაც იმდენად არის დაუშვათ შევიწროებული, რომ გადასვლა გუჭირს ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, საყლაპავში ხშირად არის სტრიქტურები, ახალაზიები ხშირად არის ესეთი, რომ ფაქტობრივად ვერ გავდივართ, ამიტომ პაციენტს ჩვენ საკმაოდ საინტერესოა ვიბარებთ, შემდეგ ბუჟირება არის ესეთი манипуляция, როდესაც ჩავდივართ ენდოსკოპისტ და ამ არხში, ენდოსკოპის არხში ვატარებთ ესეთ ბუშს, რომელსაც ვბერავთ შემდგომ და ხელოვნურად ვაფართოვებთ ამ ლორწოვანს. ნუ რაღაცა მხრივ ტრამული არის, თუმცა ვარჯიშით არის თქვარი, ხო? ნუ კი ბატონო, ვავარჯიშეთ, რამოდენიმე პროცედურას შეიძლება დაჭირდეს პაციენტს რამოდენიმე პროცედურა, რომ ეს სრულად ცოტა ასე ვთქვათ, გავაგანიეროთ ის სანათური. რაც შეეხება კოლონოსკოპიაზე მომზადების წესს. კოლონოსკოპიის დროს მომზადების წესი შედარებით სხვანაირი არის და ჩვენ პაციენტს ვეუბნებით, რომ სითხეები უნდა მიიღოს, გარკვეული რაოდენობით, პლუს ამას საფაღარებო საშუალებებს ვაძლევთ წინა დღისით დასალევად და ვიწყებთ შუა დღიდან მომზადებას, ანუ საფაღარებო საშუალებასთან ერთად რაღაცა ნაწილს რომ მორჩება, შემდეგ ვეუბნებით, რომ შედარებით უფრო თხიერი საკვები იქნება ეს, წყალი უფრო მეტად, ანუ ამ საფაღარებო საშუალებას წყალი მიაყოლოს, რომ შედარებით გაათხიეროს ეს განავლოვანი მასები და მოხდეს ფაქტობრივად სრულად დაცლა მსხვილი ნაწლავის. კვებასაც შეეხება, რა თქმა უნდა, კვლევამდე არც იკვებება პაციენტი, წყალს სვავს, ჩვეულებრივად შეუძლია კოლონოსკოპიის დროს წყლის მიღება, სიტყვაზე თუნდაც დილითაც პრობლემა არ არის. და კვლევების შემდგომ თუ რა თქმა უნდა რაიმე манипуляция არ მოხდა, ან თუნდაც ბიოპსიის აღება, ჩვენ ვეუბნებით, რომ შეუძლია ფაქტობრივად მაშინვე მიიღოს საკვები და იმავე დღეს უშვებთ სახლში. სადღაც დაახლოებით კოლონოსკოპიის დროს, ან გასტროსკოპიის დროს, თუ პაციენტი ასე ვთქვათ იძინებს და ნარკოზით იკეთებს, მაშინ დაახლოებით 2-3 საათი ვაყოვნებთ კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ და შემდგომ დანიშნულებით და რეკომენდაციებით უშვებთ სახლში. კი ბატონო, ერთი კითხვა იყო კიდე ესეთი, ირაკლი, მახსოვს შესაძლებელია თუ არა ორივე პროცედურა ერთ დღეს გავაკეთო პაციენტმა? რა თქმა უნდა, ხშირად არის ყავს ესეთი პაციენტები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბევრი თავს არიდებს ორჯერ დაძინებას. და ალბათ ისედაც უფრო მოსაკითხებელია. ისედაც უფრო მაგრამ კი ბატონო, დაახლოებით შეიძლება ცალკეული კვლევა სიტყვაზე კოლონოსკოპია რო ავიღოთ, შეიძლება 5 წუთით მეტი დაგვჭირდეს, რომ ერთიანად გასტროსკოპიას და კოლონოსკოპიის ჩატარებას მოხდეს, ასე ვთქვათ, რამდენი ხანი გრძელდება დაახლოებით პროცედურა? გასტროსკოპიული კვლევა, როგორც აღნიშნეთ, გრძელდება დაახლოებით 2-3 წუთი. რა თქმა უნდა, ის მომზადების თუ პაციენტი იძინებს, მაგ შემთხვევაში ეს წინამოსამზადებელი სანამ საანესთეზიო ხსნარი შევა, ასე შემდეგ, ეს დაახლოებით შეიძლება 10-15 წუთი გაგრძელდეს. კვლევიანად, მაგრამ უშუალოდ კვლევა გასტროსკოპია. სადღაც 2-3 წუთში სადიაგნოსტიკოდ რჩება. კოლონოსკოპიას რაც შეეხება, დაახლოებით 20 წუთიდან 1 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს გააჩნია ნაწლავის სირთულეს, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ჩვენთან კეთდება ასევე ლარინგოსკოპია ამდენადაც ვიცი და ლარინგოსკოპია კეთდება ჩვენთან ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი აკეთებს ჩვენთან ლარინგოსკოპიებს და რა თქმა უნდა აქ პოლიპექტომიების კეთდება სახმოიობებიდან არის ესეთი სადიაგნოსტიკოდ დაცდა საკმაოდ ნატიფი და ისეთი манипуляция, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ როგორი პატარაა სახმოიოგი და როგორი ნატიფი სტრუქტურა, როგორც ანესთეზიოლოგი წარმოვიდგინე, რამხელა იუველირული სამუშაოა, ხო მართალია, ასე თქვა და ისეთი ნატიფი მექანიზმია ძალიან ცოტა ზედმეტი და იქ უკვე სახმოიოგის დაზიანება საკმაოდ ისეთი თემაა.
ერთი საინტერესო თემა გვაქვს კიდე ირაკლი, რაც ხშირად აინტერესებს ხოლმე და ჩვენს ასე ვთქვათ Facebook გვერდზე ხშირად მოდის ხოლმე კითხვები ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით, რა ასაკიდან შეგვიძლია ამ პროცედურის ჩატარება და პაციენტების მიღება. ჩვენ უმარტავთ ხოლმე რომ ჩვეულებრივ დასულ ადამიანებზე ალაპარაკი და ალბათ სადღაც 16 წლის ზევით ბავშვებშიც ხოლმე. კი ბატონო, თუმცა ჩვენ ესე გამოყოფილად ეს ბავშვთა ენდოსკოპია და ასე შემდეგ, ხო, არ არის ზოგადად საქართველოში რომ იყოს ბავშვთა ენდოსკოპისტი. ენდოსკოპისტი არის ფაქტობრივად ყველა ასაკში შეგვიძლია ვიმუშაოთ. ჩვენ კლინიკაში და შესაბამისად პაციენტების ბევრად ნაკლებია ხო მართალია ბავშვთა ასაკში? ბავშვთა ასაკში ნაკლები არის. კი, არის უფრო გამოყოფილად აი ენდოსკოპისტები, რომლებიც ჩარევებს უფრო ბავშვებში ჩარევები ხდება. ჩემი აზრით, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ყველა ენდოსკოპის შეუძლია დიაგნოსტიკა როგორც დიდებში გააკეთოს, ასე ჩვენ კლინიკის ისტორიაში გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა, გახსოვს ალბათ პაციენტი ბატონი ზაქარიის პაციენტი, რომელიც ფაქტობრივად უნიკალური ბავშვის და შესაბამისად ფაქტობრივად ამ ბავშვის შემთხვევაში სიცოცხლე შეუნარჩუნა და ჯანმრთელობა აჩუქა ბატონი ზაქარიას ჩარევა. კი ბატონო, ეს იყო მოკლედ ოჯახური ანამნეზით პოლიპოზი მსხვილი ნაწლავის დღესაც კი ჩვენი დღესაც კი ბატონო მოდის ხოლმე ხშირად ეხლა ხან ყავდა სტუმრად და საკმაოდ დიდი ვაჟკაცია უკვე. კი ბატონო, დიდი ბიჭი არის უკვე. თუმცა ყველას ოჯახში რო გამოვკითხეთ, ბიძას, მამას ეს ოჯახური პოლიპოზის ანამნეზი აქვს. აი ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი პაციენტი, ზოგიერთი დაავადებები, მithumetes ეს გასტროენტეროლოგიაშიც მათ შორის, რა თქმა უნდა, ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში აუცილებელი ხდება ისევე როგორც კარდიოლოგიაშიც აი ესე დაავადებები და ბევრ სხვა დარგში მედიცინის საჭირო ხდება ხოლმე ოჯახის წევრებთან მეტი სიფრთხილის გამორჩენა და აი როდესაც მithumetes ოჯახური პოლიპოზით არის პაციენტი ურჩევთ ხოლმე ექიმები რომ ოჯახის წევრების გამოკვლევაც ჩატარდეს. შეიძლება უსიმპტომო იყოს თან ამავე დროს პაციენტი. ზოგადად კი ბატონო, ფაქტიურად აი ეს რაზეც ვსაუბრობთ ეს პოლიპოიდური წარმონაქმნები ფაქტობრივად ყველა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, თუ არ გართულდა ეს ან სისხლდენით, ან ისეთი ზომის შეიძლება გაიზარდოს, რომ ნაწლავის სანათური დაახშოს, ასე ვთქვათ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მერე გაუვალობა და ასე შემდეგ. ეს გულისრევები რაღაც მომენტში შეიძლება მოკლედ აი ზედასართულო კუჭშიც, კუჭიდან მოკლედ თან გავლობით შეიძლება იყოს ხო მართალია ირაკლი და ეს გავლობითიც რა თქმა უნდა ძირითადად თუ ოჯახური პოლიპოზი თუ არის ხოლმე უფრო მრავლობითი არის უფრო ხშირად. თუმცა არის ხანდახან ერთი ზოგს ორი სხვადასხვა პაციენტი სხვადასხვა რაოდენობრივად ესე ზუსტად ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მათგანი განიხილება როგორც ონკოლოგიური საფრთხის შემცველი. რა თქმა უნდა ყველა ონკოლოგიური საფრთხის შემცველი არის, ამიტომ ყველას რა თქმა უნდა ზომებს გააჩნია. ჩვენ თუ მცირე ზომის არის, პაციენტს შეიძლება თუ ძალიან არ უნდა მოცილება, ვეუბნებით რომ დავაკვირდეთ სადღაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევა, რომ შევხედოთ ხო არ არის გაზრდილი, ხო არ არის რაიმე ანთება ან დაწყულება დაწყებული ამ წარმონაქმნზე, იმიტომ რომ ყველა შეიძლება თითოეული ეს წარმონაქმნი გახდეს შემდეგ ონკოლოგია და ამიტომ საფრთხეს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყველა წანასწარი. და შემდგომ უკვე როდესაც კუნალობა ჩატარდება, პაციენტს უშვებთ, შენახსენე რომ შესაბამის დანიშნულებასაც ვატანთ და ალბათ იმ შემთხვევაში, როდესაც იყო რაღაცა საფრთხილო და რაღაც საყურადღებო, უნიშნავთ უკვე განმეორებით ვიზიტსაც ალბათ რაღაც პერიოდის მერე და გარკვეულ მეთვალყურეობასაც ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს, იმიტომ რომ აქ გახსნილია ისტორია, შენახულია მისი მონაცემები და პაციენტი როდესაც უკვე განმეორებით ვიზიტზე მოდის, ჩვენ უკვე ვიცით აბსოლუტურად წინა პერიოდის ანამნეზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის. ხშირ შემთხვევაში გვაქვს როდესაც გვაქვს საუბარი წყლოვან დაავადებაზე, ყველა წყლოვან პაციენტს მე მაგალითად ყველა გასტროენტეროლოგი ჩემი აზრით
იბარებს საკონტროლოდ, იმიტომ რომ ხანდახან არის წყულები, რომლებიც შეიძლება ენდოსკოპის ეჩვენება უბრალოდ წყულად და მკურნალობის შემდგომ საჭიროებს გადაკონტროლებას, რა თქმა უნდა, ეს წყული მკურნალობის შემდგომ წამლები პაციენტს მოუხდა, არ მოუხდა და მკურნალობის ჩატარების შემდგომ თუ ისევ რაიმე დახვდა იქ ისე წყულოვანი დაზიანება, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არის ამ არიდან ბიოპსიის წარმოება, რომ ხომ არ არის რაიმე სხვა პროცესი. ამიტომ წყულოვანი დაავადება შედარებით უფრო ისეთი საყურადღებო არის, ვიდრე თუნდაც ეროზია ან რაიმე ისეთი ანთებითი რაც ვერ მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ვიზუალიზაციის ამ მეთოდს არ გავიყენებდით, ხო მართალია? იგივე ალტერნატივა რომ დავსვათ ბარიუმის ფაფით ან ტომოგრამას გადაიღებს ან MRT-ს ან რაღაცა, რასაც პაციენტები გვეუბნებიან ხოლმე მსგავსი ბარიუმის ფაფით თუნდაც სხვა კვლევებით, რა თქმა უნდა, იმ შეფასება რაღაცა დონეზე ხდებოდა წყულების, თუმცა ეს როდესაც გაღრმავდებოდა წყული და ესე იგი ქსოვილები ბევრი მაშინ ხდებოდნენ რომ აი რაღაცა იქ ისე უკვე შორწასული პროცესი იყო. მაგრამ ჩემი აზრით ასეთი ზუსტი კვლევა, როგორც ენდოსკოპიური კვლევები არის, ვერც რენტგენი და ვერც კომპიუტერული ტომოგრაფია და ჩემი აზრით ეხოსკოპიები არის კიდევ რაღაცა, ჩემი აზრით რეცეპტი ვერ შეედრება, იმიტომ რომ იქ პლუს დიაგნოსტიკისა და დათვალიერებისა საბედნიეროდ გასტროენტეროლოგიურ ტრაქტს უპირატესობა აქვს, რომ შესაძლებელი ხდება მისი ვიზუალიზაცია პერორალურად დაუშვათ ან სწორი ნაწლავიდან, რაც ყველგან არ შეიძლება და საჭირო ხდება ზოგან ქირურგიული ჩარევაც, ხო? საბედნიეროდ აი ენდოსკოპიური კვლევა იძლევა იმის საშუალებას, რომ უნაკვეთოდ ოპერაციის გარეშე დათვალიერდეს და საეჭვო უბანით, როგორც ირაკლი მძანა, ამოღებული იქნეს და შესწავლილი. ამდენად სახიფათო და სანერვიულო ალბათ არაფერი არ არის, როდესაც პაციენტი საიმედო ექიმის ხელშია, მშვიდი წყნარ გაწონასწორებულ და ძალიან ისეთ კომფორტულ გარემოში ვცდილობთ ხოლმე, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ყავს პაციენტები მსგავსი ანამნეზით, ვიცით როგორი რთულია მათთვის ამ დაუშვათ ისედაც დაავადებული ადამიანი, როდესაც მოდის და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად კომფორტულად, სწრაფად, რაც მთავარია, იმიტომ რომ დროსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევენ, ჩატარდეს პროცედურა, ჩატარდეს სათანადო მანიპულაცია, დაინიშნოს შესაბამისი კვლევა. რა ვიცი, ბატონი ირაკლის მადლიერი პაციენტების რაოდენობა ამაზე ძალიან ისეთ თვალნათელ შედეგს და მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი ამ შემთხვევაში წყდება ექიმთან შეხვედრის მომენტიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გასტროენტეროლოგიის სისტემაში განწყობასაც პაციენტის და უნდა გენდობოდეს პაციენტი. ბატონი ზაქარია შეგვეუბნება ხოლმე ფსიქოემოციურ განწყობასაც, იმიტომ რომ ბევრი დაავადებები სტრესისგან იწყება ჩვენს სფეროში, ხო მართალია? აქედან გამომდინარე სისტემისგან ძალიან ბევრი პრობლემები, ფაქტიურად ის დაავადებები თუნდაც ეს წყლოვანი ეროზიული ისენი შესაძლებელია რომ სტრესულ ფონზე ჩამოყალიბდეს ძალიან მალე. დიახ. და ამიტომ რა ვიცი, ჩემი აზრით ექიმს დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის თუნდაც მკურნალობის პროცესში, პაციენტმა თუ არ მოგანდოშენი თავი ის არც წამას მიიღებს, არც, ну, რა თქმა უნდა, არც კვლევას ჩაიტარებს და შეიძლება საერთოდ შემოქმედოს და გაიქცეს წავიდეს. ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მისცა პაციენტებს, რომ Facebook-ზე და, რა ვიცი, ინტერნეტით დაისვან დიაგნოზები და 1000 ხელოვნური ინტელექტით, თუმცა მაინც მე ვფიქრობ, კი ეს ინტერნეტ გვერდებზე ხშირად არის ხოლმე ისეთი მოკლედ რეკომენდაციებს აძლევენ, პირდაპირ დანიშნულებას უნიშნავენ ხოლმე, ხდება ხოლმე მეც ვარ ჯგუფებში გაწევრიანებული, რა თქმა უნდა, და ჩემი აზრით ესე პირდაპირ რომ რაღაცა დანიშნულებას ესე ბრმად არ ამგონია, რომ არ არის ჩემი აზრით რეკომენდებული, რომ ესე ჯერ ვინც გასცემს და მე ისიც რო უჯერებს კიდე მეც მინახავს საკმაოდ ისეთი ჩართულ ვარ ხანდახან პოლემიკაში, იმდენად რამდენადაც მინახავს, რომ ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის ხოლმე. ნუ ეს ყველა მას არ ეხება, თუმცა არის რაღაცა შემთხვევები, როცა პაციენტი გამოსაკვლევია რეალურად, რაღაცა დიდი გამოკვლევები, ლაბორატორიული კვლევები ჭირდება შესაძლებელია
მაგრამ არა ის მე ეს დამინიშნეს, ესეთი მიდგომა აქვს, მე ეს დამინიშნეს და იმასაც უგზავნის, ასე ვთქვათ, copy-paste-ით დანიშნულებას. კი ბატონო, ამიტომაც კარგია თუ ვიმეგობრებთ ერთმანეთთან, ექიმები, პაციენტები, ერთი საერთო მიზნით რომ დავამარცხოთ დაავადება და გამკურნოთ ადამიანი. ჩვენ აქ იმისთვის ვარსებობთ და ჩვენი სპეციალობა ზუსტად ეს არის და აქედან გამომდინარე გვიგულეთ თქვენ სამსახურში. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენო ირაკლი. ძალიან საინტერესო ინფორმატიული იყო. თქვენ გადაცემის სრულობაში ნახავთ როგორი შვიდი და გაწონასწორებული ექიმი ყავს ბატონი ირაკლი და როგორი სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა პაციენტებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ირაკლი. მინდა რომ წარმატება გისურვოთ, წარმატება უსურვოთ ჩვენ კლინიკას მთლიანად. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. ბატონი ირაკლი ჩარკვიანთან ვიზიტის ჩასანიშნად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია კლინიკაში. კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50, 533 30 22 23. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.